Რო შოტლანდიის დედაქალაქში ედინბურგში ვიყავი, არ შემეძლო არ გამეხედა ედინბურგის ციხეს. ეს არა მხოლოდ არქიტექტურული სასწაული, არამედ ქვეყნის ისტორიის ნაწილი. ციხის კედლებში ინახება მრავალი ისტორიული ობიექტი. მათ შორის შოტლანდიის სამეფო გვირგვინი. ალბათ ყველაზე ცნობილი მომენტი მისი ისტორიაში იყო, როცა აქ შეინახეს ყველაზე დიდი რელიკვია, სტურლინგის სნიუ. შოტლანდიაზე ვფიქრობ, აუცილებლად მახსენდება კილტები. ეს ტრადიციული კაბა თითქმის ყველა შოტლანდიელს აქვს და არა მხოლოდ შრომას ასრულებენ მათ, არამედ მას გარკვეული მნიშვნელობა აქვს თითოეული ოჯახისთვის. ხშირად ტარავენ კილტს, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ოჯახურ კლანთან და მისი ისტორია ამაზე ბევრად უფრო ღრმა და საინტერესოა, ვიდრე უბრალოდ ტანსაცმელი. შოტლანდია ეს მხოლოდ ციხეები და ტრადიციები არაა, მისი ბუნება უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. გლენი, ყორანი, ეს არის პატარა სირმეში მოქცეული ველი, რომელიც ძირითადად მთიან რეგიონებში შეგვხვდებათ. ეს ლანდშაფტი და ზღაპრული ხედები, თუ სად და როგორ გადაიკვეთება მთები და მდინარეები, ნამდვილად შთამბეჭდავია. ალბათ ყველას ახსოვს ლოხნესის ურჩხულის ისტორია, რომელიც შოტლანდიასთან ასოცირდება. ლოხნესის ტბა იმდენად ცნობილია, რომ მისი მითი იმდენად ლეგენდარულია, რომ შოტლანდიის ტურიზმშიც ამის დახმარებით ფულს იშოვენ. მე კი ყოველთვის მიყვარდა ეს მითი, რომ თურმე ძველ დროში ტბაში ცხოვრობდა რაღაც უზარმაზარი არსება. ამ ქვეყნის ისტორიაში საინტერესო ნაწილი სწორედ გოევიჩების მოქმედება იყო. ეს იყო შოტლანდიის უპირველესი ძალები და მიუხედავად იმისა, რომ ეშმაკური რეპუტაცია ჰქონდათ, ისინი ძალიან დიდი გავლენა ახდენდნენ იმ ეპოქაზე, რომელშიც ის აშენებდნენ და სარგებლობდნენ, როგორც იარაღების საამქროები. თუ ოდესმე შოტლანდიაში აღმოჩნდებით, აუცილებლად უნდა დაესწროთ პუნტღის საღამოს, რომელიც ყველაზე პოპულარული ღამის წვეულებაა ქვეყანაში. ამ საღამოებზე ნასიამოვნები ხართ ადგილობრივი მუსიკით, ცეკვებით და ხალხური ტრადიციებით. პირველად როცა გავიგონე ბაღპაიპის ხმა ქუჩაში ედინბურგის ცენტრში, მართლა დამეხორკლა კანი. ეს არ იყო უბრალოდ მელოდია, ეს იყო ემოცია. ბაღპაიპი შოტლანდიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლოა. და რაც ყველაზე საინტერესოა, მისი ჟღერადობა მთებში საოცრად გრძელდება, თითქოს თავად ბუნება უკრავს მასთან ერთად. ზაფხულში, შოტლანდიაში, გავიგე Highland Games. ტრადიციული სპორტული ფესტივალი, სადაც ადამიანები თვლებს ისვრიან, მძიმე ძელებს ატრიალებენ და ადგილობრივ ტრადიციულ მუსიკაზე ცეკვავენ. როცა იქ ვიხავი, მივხვდი, რომ ეს არ არის მხოლოდ სპორტი, ეს კულტურის გამოხატულებაა. ხალხი ნამდვილ სიხარულს გრძნობდა ამაში მონაწილეობისას და მაყურებელიც ამ ენერგიით იტვირთებოდა. კიდევ ერთი რამ, რაც შოტლანდიაში ყოველთვის მახსოვს, ამინდია. სიტყვასიტყვით შეგიძლია დილით მზე დაგხვდეს, შუადღეს გეკინოს, მერე წვიმა წამოვიდეს და ბოლოს ისევ გამოვიდეს მზე ყველაფერი ერთ დღეს. ადგილობრივებმა მითხრეს, თუ ამინდი არ მოგწონს, დაიცადე 5 წუთი. და მართალიც აღმოჩნდა. შოტლანდიაში ყოფნისას ვერ გავატარე უისკის დისტილერიის მონახულება. როცა პირველად დავაგემოვნე ნამდვილი შოტლანდიური single malti, მივხვდი, რომ ამას მართლაც ამბობენ Shea Liquid Gold. დისტილერიებში შენ შეგიძლია გაიგო, როგორ მზადდება ის, როგორც ცვლის გემო, ადგილობრივი ცხალი, ნიადაგი და თუნდაც კლიმატი. ძალიან სერიოზული კულტურაა ამ სასმლის გარშემო. მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. გთხოვთ გამოიწეროთ არხი და დააკომენტარეთ, რათა იყოს კიდევ სხვა ისტორიებიც.